ავსტრიის მთავრობამ გოდერძის უღელტეხილზე კურორტის მშენებლობისთვის 11 მილიონამდე евро გამოყო. ხელშეკრულება დღეს სასტუმრო რადისონში გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი იუნოკრედიტ ბანკ აუსტრია ეიჯის დირექტორმა ფლორენს ვერდისეიმმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძე მოაწერეს. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული თანხა გოდერძის უღელტეხილზე სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. დაგეგმილია დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის თანამედროვე საბაგიროს მონტაჟი. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე კი 11 კილომეტრს მიაღწევს. პროექტს ავსტრიული კომპანია განახორციელებს. კურორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი კურორტი პირველ დამსვენებელს წლის ბოლოს მიიღებს. ვახევი ხოლოს რაიონი ყველანაირად თავის ინფრასტრუქტურით ყველაფრით უკვე ერთიანი ნაწილი იქნება განვითარების მთლიანად რეგიონის და გოდერძის უღელტეხილის როგორც კურორტის განვითარება ხელს მისცემს განვითარების ეტაპი. ათასობით ადგილი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ათასობით ადამიანი ავიდეს, ათასობით ადამიანმა ფული დახარჯოს და რა თქმა უნდა მისცეს საშუალება იქ მთიანი აჭარის ყველაზე გაჭირვებული ადგილების, სადაც მართლაც რთული პირობების, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ხალხს უჭირს, მაგრამ ეს კურორტი მართლაც იქნება მათი გადარჩენა. აქედან გამომდინარე ადიგენის დასმის მიმული იქნება კურორტი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება წელს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ბიუჯეტიდან გამოყოფილია უკვე თანხები და მიმდინარეობს სამუშაოები გოდერძის სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით და დღეს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ავსტრიის მთავრობასთან, რომლის ფარგლებში ავსტრიის მთავრობა გამოყოფს რესურსს დაახლოებით 11 მილიონი ევროს ოდენობით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ტურისტული კურორტების განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ავსტრიის გადმოსახედიდან ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ წარმოგვიდგენია ამ გზით საქართველოს განვითარება და ეკონომიკური ზრდა, რაც მოსახლეობას მეტ სამუშაო ადგილს შეუქმნის.